დღეს ვისაუბრებთ შინაურ ბინათა ცხოველთა კანონპროექტთან დაკავშირებით. მოგესალმებით, დღეს ქვეყანაში 300,000-დან 350,000-მდე უპატრონო ძაღლია, რაც წარმოადგენს ქვეყნისთვის სერიოზულ პრობლემას და აუცილებელია მისი მართვა. წარმოქმნილი კანონპროექტი, რომელიც 2 წლის წინ იყო ინიცირებული, ითვალისწინებდა განსხვავებული მიდგომას, კერძოდ თავშესაფრების მოწყობას, რომელიც ბიუჯეტს სერიოზული თანხები უჯდებოდა, დაახლოებით 80 მილიონი და არაეფექტური იყო, ვინაიდან შემდეგ ეს თავშესაფრები უბრალოდ დარჩებოდა ესე აშენებულად და პროცესი ვერ იქნებოდა მართული, იმიტომ რომ მთავარი მიზანი ჩვენთვის არის სტერილიზაცია, კასტრაცია და უკონტროლო მრავლების შეჩერება. დღევანდელი კანონპროექტით მთავარი მმართველობა ეს გახდა პრევენცია, პირველი მონაცემთა ერთიანი ბაზა, რომლის შექმნა არის მთავარი პრიორიტეტი, სადაც უნდა იქნეს რეგისტრირებული ყველა ძაღლი, მათ შორის ქუჩის ძაღლი და მათ შორის ოჯახის ძაღლებიც. ოჯახის ძაღლების მონაცემთა ერთიანი ბაზაში რეგისტრაციის ვალდებულება ეკისრება თავად მეპატრონეებს და მისი არ განხორციელება იწვევს 1500 ლარით დაჯარიმებას, ხოლო რაც შეეხება ქუჩის ძაღლებს, ქუჩის ძაღლების მართვა ევალება სახელმწიფოს, პირველ რიგში უნდა მოხდეს მათი ძაღლჭერის განხორციელება, დაჭერა, რომლისთვისაც გადამზადებული იქნებიან შესაბამისი პირები და ჰუმანური პრინციპით უნდა მოხდეს მათი დაჭერა. ძაღლების დაჭერის შემდეგ მოხდება მათი საჭდეებით დაჩიპვა, რომლებიც უკვე შესაძლებლობას მისცემს ნებისმიერი ძაღლის დადგენას და ამოცნობას, ისევე როგორც უნდა მოხდეს კერძო ოჯახის მეპატრონეების ყველა ძაღლის საჭდეებით დაჩიპვა. შემდეგი პროცესი გახლავთ სტერილიზაცია, კასტრაცია, ასევე სტერილიზაცია, კასტრაცია უნდა განხორციელდეს ყველა ძაღლის, მათ შორის ქუჩის ძაღლის და მათ შორის ოჯახის ძაღლების და შემდეგი პროცესი გახლავთ ვაქცინაცია, 3 წლიანი ნაცვლად 1 წლისა მოხდება 3 წლით ვაქცინაცია, რაც ერთის მხრივ დაიცავს საზოგადოებას დაავადებების გადადებისგან, მათ შორის ცოფის და ასე შემდეგ და თავად დაიცავს ამ ძაღლებს დაავადებისგან. რაც შეეხება გამრავლებას, დაუშვებელია ძაღლების გამრავლება ოჯახის პირობებშიც კი გამონაკლისი გახლავთ ერთადერთი შემთხვევა, რომ ერთჯერადად შესაძლებელია მუნიციპალიტეტმა მისცეს უფლება ძაღლის გამრავლების, ამ წესის დარღვევა იწვევს 3000 ლარით დაჯარიმებას, ანუ თუ მუნიციპალიტეტმა არ მოგცა თანხმობა და ჩვენ გავამრავლეთ ოჯახის ძაღლი, 3000 ლარით დავჯარიმდებით. კაცდება კონტროლი ძაღლის მიტოვებასთან დაკავშირებით, 5000 ლარი იქნება ძაღლის მიტოვებისთვის, როგორც მოგეხსენებათ, მარტივი იქნება დადგენა, ვინაიდან ყველა ძაღლი იქნება საჭდეებით დაჩიპული და აღმოვაჩენ სახელმწიფო მარტივად ვის მიერ არის ძაღლი მიტოვებული, თუ კი დაიკარგა ძაღლი, ამის შესახებ უნდა განვაცხადოთ და ეს მოგცემს შედეგს საბოლოო ჯამში მართოთ პროცესი. ძაღლების ჩხუბი აბსოლუტურად აიძალა კანონი და ძალიან დიდი ჯარიმა არის, 25000 ლარია ჯარიმა ძაღლების საჭყურად გაწვრთნისთვის და მასთვის ადგილის გამოყოფისთვის და ასე შემდეგ და აბსოლუტურად მიმართულება გახლავთ ის, რომ ძაღლების მიმართ იყოს ჰუმანური დამოკიდებულება. მკაცდება ასევე კონტროლი ძაღლების მიმართ დამოკიდებულებით და სისხლის სამართლის წესითაც, თვითონ კანონში შემოტანილია ცხოველთა კეთილდღეობის პრინციპი, რომელიც ჩამოთვლილია, რას გულისხმობს კეთილდღეობის პრინციპი ძაღლის მიმართ და მის მიმართ ჰუმანური დამოკიდებულება როგორი უნდა იყოს. 3 წლამდე პატიმრობა არის გათვალისწინებული ძაღლის წამებისთვის, რომელმაც გამოიწვია სიკვდილი. საქართველოში არსებობს უკვე შემთხვევები, როდესაც სასჯელს იხდიან ძაღლის მიმართ ესეთი დამოკიდებულებისთვის და შესაბამისად გამკაცრებულია აღნიშნული მიმართებით კონტროლი. ეხლა პროცესი როგორ წარიმართება? პროცესი 2026-2027 წლებში ეს პროცესი არის ესე ვთქვათ მართვადი. პირველ რიგში ის დაწესებულებები, რომლებიც უზრუნველყოფილი იქნება სტერილიზაცია, კასტრაციის განხორციელებით, უნდა შეესაბამებოდეთ კანონით დადგენილ წესს, სავარაუდოდ გამოცხადდება ტენდერები და ეს დაწესებულებები მიიღებენ მასში მონაწილეობას და განახორციელებენ ცხოველების სტერილიზაცია, კასტრაციას. დაახლოებით ეს პროცესი სახელმწიფოს დაუჯდება წელიწადში 20 მილიონი, სადღაც საერთო ჯამში 3-4 წლის განმავლობაში 60 მილიონი ამისთვის გაყოფილი და ეფექტი ჩვენ გვექნება 6 წლიდან 10 წლამდე, რომ უკვე აბსოლუტურად შემცირდება უკონტროლო ძაღლები, ბუნებრივია მათი ასაკიდან და ცხოვრების ასაკიდან გამომდინარე 6 წლიდან 10 წელია ის პერიოდი, როდესაც ეს კასტრირებული ძაღლები უკვე დაიწყებს კლებას და პროცესი იქნება მართული. ანუ ეს რას მოგცემს? ჩვენ მოგცემს იმას, რომ ფაქტობრივად ჯიშიანი ძაღლების შენარჩუნება
იქნება შესაძლებელი ძაღლს მშენი, როგორც ასეთი, იქნება ცალკე დარეგისტრირებული შესაბამისი ორგანიზაცია, რომელსაც შეეძლება განახორციელოს ძაღლს მოშენება. რაც შეეხება მონაცემთა ერთიანი ბაზა, პირველ რიგში, როგორც აღნიშნეთ, ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ ვაკონტროლოთ პროცესი და ყველა ძაღლი და მეორე მხრივ, ძაღლის შემძენის სურვილს ექნება ხელმისაწვდომობა მონაცემთა ერთიანი ბაზით შეიძინოს ნებისმიერი უპატრონო ან მიკედლებული ძაღლი. ძაღლის მიკედლება, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად რჩება, შესაძლებელია ძაღლი მიეკედლოს პატრონს. მიდგომები სხვადასხვა კუთხით არის ამ საკითხთან დაკავშირებით. პირველი მოსაზრება არსებობს ესეთი, რომ მხოლოდ ჯიშიანი ძაღლები გამრავლდეს და განსაკუთრებით ძაღლის მოშენების შესაბამის ორგანიზაციებს მიეცეს ამასთან დაკავშირებით რეკომენდაცია, თუმცა საერთო ჯამში ეს მაინც არის ბაზარზე დამოკიდებული და თავად ბიზნესზე დამოკიდებული ამ პროცესის მართვა. ჩვენ თავარი აქ არის ის, რომ ყველა ძაღლი იყოს ერთიან ბაზაში მოთავსებული, ვაქცინირებული, შესაბამისი საჭრეებით დაჩიპული და სტერილიზაცია, კასტრაცია ნაძე გაკეთებული. რაც შეეხება ევთანაზიას, დაძინებას, რომელიც ასევე კანონით პირდაპირ არის გაწერილი, რა შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს ევთანაზია დაძინება. პირველი ეს იქნება ალბათ, როდესაც ძაღლის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, აქვს ცოფი, არაკორექტული, ადეკვატური რეაქცია არ აქვს, თანდაყოლილი ნაკლი აქვს, სიცოცხლის შეუთავსებელი ტრამვები აქვს და ასე შემდეგ. ანუ კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, რა დროს არის შესაძლებელი ევთანაზია დაძინება. სხვადასხვა ქვეყნებმა ამის პრობლემას სხვადასხვანაირად მიუძღვნენ, ბევრმა სხვათა შორის დასავლურმა ქვეყნებმა აირჩია ევთანაზია დაძინების გზა და ამით მოაგვარეს პრობლემა. თუმცა ჩვენი კანონპროექტით ეს არის გაცილებით ჰუმანური მიდგომა, სადაც მოხდება სტერილიზაცია, კასტრაცია და არ მოხდება ძაღლის მიმართ არახილმანური მოპყრობა. ისე იგი 2026 წლის 1 ივლისამდე კანონი მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნასა და სტერილიზაცია, კასტრაციის ვეტერინარულ საქმიანობას მოაწესრიგებს და 2027 წლამდე უკვე კინოლოგები, ფელინოლოგები შესაბამისი სერტიფიკატებით აღიჭურებიან. საერთო ჯამში ჩვენ უკვე 2028 წლის 1 იანვრიდან უკვე 2027 წლის